ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს დათვების ლიკვიდაციის უფლება მიეცა. შესაბამის განკარგულებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 ოქტომბერს მოაწერა. როგორც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი რესურსების განყოფილების უფროსი განმარტავს, მაჭახელის, კირნათის, ორთაბათუმისა და ახალშენის მოსახლეობის მიმართვის საფუძველზე გამგეობამ გარემოს დაცვის სამინისტროს დათვების ლიკვიდაციის ნებართვა სთხოვა. მისივე თქმით, რამდენიმე თვეში აღნიშნულ სოფლებში ცხოველის მიერ მსხვილფეხა პირუტყვისა და ნათესების განადგურების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. რევაზ ვარშანიძის განმარტებით დათვების დასახლებულ ტერიტორიაზე გამოჩენის შემთხვევაში მოსახლეობას მათი ლიკვიდაციის უფლება ეძლევა. თუმცა ცხოველის მოკვლის შემდეგ მოქალაქემ შესაბამისი სამსახური უნდა გამოიძახოს, რომლებიც დათვს დამარხავენ. როდის ამოქმედდება პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი განკარგულება, ჯერ უცნობია. შემოვიდა მუნიციპალიტეტში, ასე რომ ვთქვათ, რამოდენიმე ათეული განცხადება ამ ფაქტთან დაკავშირებით, რომელთაც მოითხოვდნენ ლიკვიდაციას. დათვის რამაც გამოიწვია ჩვენს მიერ რეაგირება გადავაგზავნეთ გარემოს დაცვის დეპარტამენტში რამოდენიმეჯერ. თუ დაფიქსირდა ესეთი ფაქტი, რომ შემოვიდა სოფელში, ესე რომ ვთქვათ, თავს დაესხა ან პირუტყვს, ან გამოვლინდა ფაქტები ერთლიან ნათესებს, ანადგურებს, ან ასე შემდეგ, ამის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ვთქვათ მუნიციპალიტეტს, ან შესაბამის გარემოს დაცვის ზედამხედველობას. ლიკვიდაციის შემდეგ იგრძალება გასხვისება, გაჩუქება, ასე შემდეგ ამ ხორცის იგრძალება მხოლოდ და მხოლოდ დაიმარხება აღნიშნული პირუტყვი.